გესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო, მოკლედ იცით თქვენ რომ გარდა იმისა რომ წონას ვიკლებ, ვებრძვი ასევე ართრიტულ და ართროზულ ტკივილებს. მე მაქვს აი რევმატიზმები, ყოველთვის ხა ანალიზები რო გავკეთე რევმატიზმები და ეს წონა რო აწვება მუხლებზე, მაქვს მუხლის საშინელი ტკივილები და რა თქმა უნდა ეს დამეწყო მენოპაუზის დროს. ეხლა მინდა მოიმარჯვეთ კალამი, შეინახეთ ვიდეო, გამოიწერეთ ხათოს დროს YouTube გვერდ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს დავდებ აუცილებლად YouTube-ზე. ეხლა მინდა გასწავლოთ აი ყველაზე ჯანსაღი ნაზავი. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ და ეს ნაზავი შეგიძლიათ აი შესვენების გარეშე მიიღოთ ქალბატონებმა და მამაკაცებმა, რომლებსაც უკვე დაგეწყოთ მენოპაუზა და ანდროპაუზა. ეს არის საოცარი ნაზავი. აი ხა მე მოვედი სამსახურიდან და რო არ ვიფიქრო რამე სასუსნაოზე, ნახეთ რა გავაკეთე, ავიღე მაწონი 250 გრამი და ეხლა ეს წინასწარ გავხსენი მე რო ჩაობეს და ეხლა გეტყვით რა ნაზავია. ეს არის სეზამი, რომელიც ძალიან მდიდარია. აი არ ჩამოვთვლი, ეხლა შეგიძლიათ გუგლი, ეხლა ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ დაგუგლოთ აი ეს რა ჯადოქრობაა, ასე ვთქვათ. ეს არის გოგრის გული, რომელიც არ მოხალოთ, იმიტომ რომ როდესაც იხალება, ის ვიტამინები იკარგება. თითო სუფრის კოვზი ყველაფერი. ნახეთ, სეზამის მარცვალი, გოგრის გული, ეს არის დაფქვილი სელი და სელი არის სელს ეძახიან ქალების გადამრჩენს მენოპაუზის დროს და ეს არის საოცრება ხალხო. აი ალები მომიხსნა მე იცით თქვენ სელის ისეთი ალები მქონდა რომ აი არ ვიცი სულ ესე ვინიავებდი, სუმცხელო და მე მციოდა და ნუ საშინელება გადავიტანე და აი ეს ამის დამსახურებაა. ეს არის დაფქულ მდგომარეობაში და ყველაფერი აი რასაც ხედავთ, ყველაფერი ვიყიდე თეოს სუნელებში, მივედი ჩიაზე, აქ არის ასევე ჩია, ერთი სუფრის კოვზი ყველაფერი და ეს არის აუცილებლად კუჭის მოქმედება თუ გინდა რომ მოგიწესრიგო და არა მარტო კუჭის მოქმედება, აი ზოგადად აი ამას ეძახიან არა მარტო აზიაში, ევროპაშიც კი ინიშნება ჩვეულებრივად ინსულტების და მოკლედ ინსულტების დროს აი ეს არის შავი კულიავი, ერთი ჩაის კოვზია აქ დამატებული მაწონში. აი ამ ნაზავს ხალხო, აი ამ ნაზავს თუ მიიღებთ თქვენ სისტემატიურად არ უნდა დაგეზაროთ თუ მიიღებთ, აი მერწმუნეთ რომ ერთ ორ თვეში უკვე თქვენ მუხლის ტკივილს ვერ იგრძნობთ, ძვლის ტკივილს ვერ იგრძნობთ, წონაში გახდებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაწონში ამას რო ჩაყრით არ მოგშივდება და მესამე კვებას ამას თუ გააკეთებთ 6 საათიან 7 საათიან კვებას, რა თქმა უნდა დანაყრებულებიც იქნებით და ასევე გაიჯანსაღებთ ორგანიზმს. აი ეს კი რაც კი პარაზიტებია, ყველაფერს სპობს ეს ორგანიზმში და არ მოხალოთ ვიმეორებ და აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყიდება თეოს სუნელებში, მეველეს 3 ნომერში ყველგან იყიდება, მაგრამ თეოს სუნელებში არის კარგი ხარისხი და იყიდება გაცილებით იაფად ვიდრე სხვაგან და ასევე თეოს სუნელებში, ოღონდ ვაგზალზე ყოფილ ციგნების ბაზრობის ტერიტორიაზე, ეს არის წინამძღვრიშვილის 194-ს ვამბობდი, მაგრამ მიხვდებით აი ციგნების ბაზრობის ტერიტორიაზე ზუსტად დეზერტირების ბაზრობის წინ არის შეხვალთ და აი სეზამი აუცილებლად დააბქვევინეთ, შავი კულიავი აუცილებლად ჩამოაბქვევინეთ და აი ეს ნაზავი მაქვს, ეხლა ეს უკვე ჩაბუჟბუჟდა და ეხლა მივირთმევ და აი მორჩა დილამდე, აი როც გინდოდეთ ვერაფერს ვერ შეჭამთ. გარდა იმისა გავმეორდები რომ დაიკლებთ წონაში, გაიწმენთ ორგანიზმს, აგილაგდებათ მენოპაუზური ალები, წნევა დაგირეგულირდებათ და აი ეს ტკივილები რაც მოყვება მენოპაუზას, აი ზუსტად აი ამ ნაზავით ვებრძვი მე. აგიმაღლდებათ ასევე იმუნიტეტი და აი შემიძლია დილამდე ვილაპარაკო, აი რაც ჩამოვთვალე ამ მარცვლეულის სიკეთეზე და სიჯანსაღეზე. აი ეს მინდოდა რომ ჩამეწერა, ძალიან მიყვარხართ ჩემო საყვარელო მეგობრებო, მე ყველაფერს ჩემ თავზე ვტესტავ და მერე მხოლოდ ამის მერე ვდებ ვიდეოს. მიყვარხართ და დაიწყეთ ჩემთან ერთად ეს მესამე კვება, გააკეთეთ ეს და ყველაფერი კარგად გექნებათ, მიყვარხართ.